გისალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტაროს კუთხე არის ჩემი გვერდი, პირადი კონსულტაციები არის ფასიანი და ვნახოთ თქვენი ჩაფიქრებულის გრძნობები, დღევანდელი ენერგია, ხო? რაც შეეხება ჩემთან კონსულტაციებზე, აწი, ვინც მოხვალთ აბსოლუტურად, სულ ყველა თქვენთაგანი მოხვალთ პირადობით, რომ იქ აღარ იყოს ცდომილება, სახელი, გვარი, ასაკი, წლოვანება და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ ეს. აუცილებლად ჩააგდებთ თქვენს პირადობას ქვითართან ერთად და შემდეგ მიიღებთ მომსახურეობას. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებულის გრძნობები. რა ხდება ამ ეტაპზე? ამ ეტაპზე იცით რა არის? რატომღაც თითქოს გამოვვალ მდგომარეობაში ვარ, ამას ამბობს. რატო ხარ გამოვვალ მდგომარეობაში? ვისთვის არის გაშლა? ბარიერები აქვს, რაღაცა საქმეები მაქვს მოსაგვარებელი, მაგრამ ძალიან ენერგიულად დარბის თქვენსკენაც იხედება ყოველ შემთხვევაში აქ. ესე უყურადღებოთ არ ახარ, ცოტა დრო მჭირდება გეუბნებათ ადამიანი. ეს არის წინა სიტყვაობა, მოდი ვნახოთ რას გრძნობს, ხო? რას გრძნობს, როგორ ენერგიებშია გარდა ამისა. სიყვარული, შეყვარებულია, რა თქმა უნდა. ძალიან შეყვარებულია, ანუ აქ მე საქმე მაქვს ჯერ კიდევ მოსაგვარებელი, ჯერ ისევ დრო მჭირდება და მე რა თქმა უნდა მაქვს შენს მიმართ გრძნობები. მე შენთან თანაცხოვრება მინდა. ნახეთ როგორ შემიცვალა ხმისთემბრი. კი ბატონო, კიდევ რა უნდა და ჩემ ცხოვრებაში სწორი ადამიანი ხართ. ამ ადამიანს გეგმა აქვს, ზუსტად იცის როგორ ამოიმოქმედოს, როგორ მოვიდეს. ისიც იცის რომ ეს გრძნობა არის ნამდვილი, ისიც იცის რომ მის ცხოვრებაში სწორი ადამიანი ხართ, ისიც იცის რომ ეს სიყვარული მოუტანს ამ ადამიანს წარმატებას და ისიც თავის ოჯახის წევრად გთვლით. თუ მეუღლე არის, მაშინ ეს მეუღლეა შემოკარგებოთ, არა და იცოდეთ რომ ვინც არის, ვინც ყავთ ჩაფიქრებული, ძალიან კარგ ენერგიებში არის, ძალიან შეყვარებულ ენერგიებშია. კიდევ რას გრძნობ, აბა გითხარი? სხვათა შორის ძალიან შემდგარ ქალბატონად გიყურებთ. მე აქ ხედავ ქალი, რომელიც არის, რა თქმა უნდა, დასაქმებული, ყოველ შემთხვევაში საკუთარი თავის რეალიზაცია შეუძლია ნამდვილად, ხო? მოდი ასე ვთქვათ, ეხლა ჩვენ აქ აქცენტს არ ვაკეთებთ თანამდებობებზე, ხო? რადგანაც ჩემი ვიდეოები წაშლილია, ამიტომ უკაცრავად ბევრი რაღაცების განმეორება მომიწევს და არა უშავს გავიხსენებთ, ხო? ვინც ძველი მსმენელი ხართ. აქ მე თანამდებობაზე არა მაქვს ჩემოკარგებო საუბარი, აქ მაქვს ადამიანზე, შესაძლებელია დიასახლისი იყოს, მაგრამ შემდგარი პიროვნება. აი, შემდგარი პიროვნება კიდევ სხვა არის. შეიძლება ადამიანი თანამდებობაზე იყოს, მაგრამ ისეთ შთაბეჭდილებაში დადგოს, მაინც შემდგარი იყოს. კარგი, კიდევ რას გრძნობს? რას გრძნობს და თან და თან, აი ნახეთ, ეხლა გაზაფხული არის და ეთყობა ეს ყველაფერი თან და თან როგორც ხე იფურჩქნება, ესეთნაირად გრძნობები გაიფურჩქნება თქვენ შორის, ამას გრძნობს, ანუ განვითარდება ურთიერთობა თქვენ შორის და რა თქმა უნდა უკვე ეს წავა, ესე ვთქვათ, მატებაში, ამის შეგრძნება ნამდვილად აქვს. ამისთვის იბრძოლებს კიდეც, მე ასე ვფიქრობ, კი, თავისებური როგორ არის, იცი, მე ყველანაირად შევეცდები ჩემს საქმესთან ერთად ესე უყურადღებოთ არ დამჩე, იმიტომ რომ ნახე რას გეუბნებათ, თან მე ცოტა მაკლია ეს სიყვარული, ეს გრძნობა. აკლია. კიდევ რა გაკლია? კიდევ რა გაკლია? აი, ჩვენს ურთიერთობაში ნახე როგორ არის წინსვლა გვაკლია, ერთმანეთთან კომუნიკაცია, უფრო მეტი არის საჭირო, აი ამას ამბობს. მაგრამ მე ესე კაცო, ზურგი რო გაქვს შექცეული, შემოbrunდი პატარა და დაელაპარაკე. ზურგიდან რო ელაპარაკები. გადამრევს ეს ხალხი. მიწერე, რაღაცა განაახლე კომუნიკაცია, შეხვედრა გვაკლია, შეხვედრები გაკლიათ. და ეს ყველაფერი როგორ არის, იცით? თითქოს ამ ადამიანს რას გიშვება? ხლის, ხო? ხლის.
ეს თემა მღლის, არ შემიძლია. ესე იგი მეტი კომუნიკაცია ჭირდება ამ ადამიანს. კიდევ რა გჭირდება? მოდი ახლა ასე ვკითხოთ, რა გჭირდება კიდევ? აჰა, დასრულდეს რაღაცა, როგორი მდგომარეობა, იცით? ასე თუ ისე რაღაცა ესეთი გაურჭუფება ერთმანეთში, ხო? ის დავუშვათ თქვენც ეხლა რა სიზამს რაც იმოქმედებს, ისიც ეხლა რა იქნება, ეს მინდა რომ დასრულდეს. რა გაკლია და ანუ ეს მიპასუხა, ნახეთ, ეს ხო, ეს ურთიერთობა აკლია ფაქტობრივად. ეს მდგომარეობა მინდა დასრულდეს და მინდა შენთან მეტი კომუნიკაცია. ეს მაგალი კომუნიკაციაზეა კიდევ ლაპარაკი. კარგი, ისევ მაგაზე კიდევ რას გრძნობ აბა, მაშინ გრძნობებს დაუბრუნდეთ ისევ. ხო, აქ ცოტა უკვე სხვა თემაზე გადავით. ესე იგი, მეტი ლაპარაკი ამ ადამიანის გრძნობებზე ნამდვილად არ სურს, უბრალოდ აქ ჭირდება უკვე მატერიალურ მხარეებზე გადავიდა საუბარი, ხო? კარგი, რამესი იმოქმედებ დაახლოებით ამ ცოტა ხანში. გზაზე ფიქრობს ეს ადამიანი, არ გაგიკვირდეთ რომ მოვიდეს თქვენთან. კი, იმოქმედებს აუცილებლად გამოვა კონტაქტზე. ძალიან კარგი სწორი მიმართულებით თქვენ შორის შეიძლება სხვაობაც არის, ხო რაღაც. სწორი მიმართულებით, ძალიან კარგი კომუნიკაციით აქ საქმეზეც იქნება საუბარი და აქ გრძნობებზეც იქნება საუბარი, სულიერებაზე, ყველაფერზე საუბრობთ. აბსოლუტურად ყველაფერზე საუბრობთ. კი, აქ არის სიყვარული. მაგრამ ეს რატო დამიფიქსირდა ახლა ეს რაღაც ესეთი თითქოს ეს რა შვაში არის. არა, ეს უკვე თქვენ არ გეხებათ სხვა რაღაცაზე საუბრობს, კი მე გრძნობა მაქვს, მაგრამ აქ ეთყობა ამას ნახეთ, შეიძლება რაღაც სამართლებრივი პრობლემა ან სასამართლოს ან საბუთების სასამართლო მანდა მაინც კი არ ნიშნავს რომ დაჭერილია და რაღაცა საბუთი იყო შეიძლება რამე ესეთი პრობლემებზე გადავიდა უკვე სასაუბროთ. დღეისთვის ვფიქრობ საკმაოდ კარგი გრძნობებით გამოვიდა. მე ვფიქრობ რომ ამ ადამიანს საბოლოოდ ასე მიგეტყოდი თქვენთან ყველაფერზე საუბარი სურს. აბსოლუტურად, როგორ არის, იცით, ძალიან ახლო კომუნიკაცია სურს. აქ არ არის რაღაცა შორს იყოს, ჩაკეტილი იყოს, არა, მეტი უნდა. და მე ვფიქრობ, რომ აქ დღითი დღე დავუშვათ, რომ ხო, ასე მითხრა, რომ უნდა განვითარდეს ჩვენი ურთიერთობა, უნდა წავიდეს მატებაში, ხო, რაღაცა მატებაში კი არა, განვითარებაში. ამ შემთხვევაში როგორ არის, იცი, ამ კომუნიკაციით ურთიერთობა აქ განვითარდება. ამას მეუბნება. საყვარელი კომუნიკაცია უნდა რაქნას. კი ბატონო, ჩემს ინტერესებში ხარ. გიყურებთ ძალიან თანაც, ძალიან. გადაწყვეტილების მიღებაც უნდა რაღაცები, უნდა უფრო უკეთესობისკენ გადაწყვეტოს. გადაწყვეტოს კიდეც, დამერწმუნეთ. გისურვებთ წარმატებებს, დაგემშვიდობებით დროებით.